ახლა ჩვენ ზუსტად იმ ადგილას ვიმყოფებით, სადაც გუშინ მაშინ, როდესაც ახალგაზრდები, სტუდენტები დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, თავს დაესხნენ მათ დაახლოებით 10-მდე ან უფრო მეტი შეიარაღებული პირი, რომლებსაც ჰქონდათ ხელკეტები, დრინები და მათგან ორს იგორ ნარმანიას და ასევე არასრულწლოვანს, რომელიც აქციებში არის აქტიურად ჩართული, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები თავის არეში, ზუსტად მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო ეს ბრიფინგი, სტუდენტებს უნდა გაეკეთებინათ, მოეწოდებინათ ახალგაზრდებისთვის დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, რომ გამოსულიყვნენ და ამ დროს ზუსტად ამ ტერიტორიაზე არსებული კაფიდან 10-მდე პირი გამოვიდა, ხოლო რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას, ჩვენ ამასაც გავეცანით გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ უკვე დაწყებულია აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლს და აქტიურად არის დაწყებული ასევე პირების იდენტიფიცირება, ისინი გადაყვანილები იყვნენ ასევე გამოკითხვაზე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ზურა გოგოხია ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჩართული იყო გუშინ ამ განცხადების ორგანიზებაში, პროტესტში, გადაიყვანეს გამოკითხვაზე და დღეს დილის საათებში გამოუშვეს განყოფილებიდან, ასევე დავით სეხნიაშვილი, რომელსაც თავს დაესხნენ, მასაც დაურეკეს გამომძიებლებმა და დაიბარეს, თუმცა მან მაგისტრატ მოსამართლესთან გადაწყვიტა გამოკითხვაზე მისვლა. რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები ის ადამიანები, რომლებიც ემზადებოდნენ მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად, ისინი დაახლოებით 10 პირის თავდამსხმის ქვეყნი აღმოჩნდნენ. აქ პოლიცია გვიან მოვიდა მას შემდეგ, რაც ის გამოიძახეს და შემდეგ ეს ადამიანები შეაცილეს კაფეში, ნაკარსებულ კაფეში. ჩვენ ამ ადამიანებს დაველოდეთ, ცხადია, მაშინ როდესაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, გვინდოდა დაგვესვა კითხვები თუ რატომ დაესხნენ ახალგაზრდებს, თუმცა მათ ჩვენ კითხვებს პასუხი არ გასცეს და შეგიძლიათ ახლა გუშინ აქ მიმდინარე მოვლენები პირდაპირ ეთერში ნახოთ. რაც მოხდა იყო ჩვეულებრივი ასე არეულობა, იმიტომ რომ დავიყავით სტუდენტები რაღაცაში გამოვყარეს ეკლესიის ეზოდან და შელაპარაკება დაიწყო, ზევი ჩვენ გამოვიქეცით, უკვე დავინახეთ, ესენი რაღაცა ლაჩულად ჩხუბობდნენ, ანუ არ იყვნენ ბევრნი, ანუ აქ 10 კაცია საუბარი, მაგრამ ეს 5 კაცი ეცემოდა ერთ ადამიანს და ისეთ ცემდნენ. ორს ეჭირა ხელში ბლაგვი იარაღი, ჩაარწყეს კიდეც ჩანს კადრებში, თავი გაუტეხეს ორ ჩვენ მეგობარს, მათ შორის ერთი არის 15 წლის ანდრია. პოლიცია მოვიდა საკმაოდ გვიან ინციდენტის შემდეგ, მე როგორც მოწმე ვითანამშრომლ ამ გამოძიებაში, შემდეგ არ შემოდის ის მიზეზი, რომ არ ითანამშრომლეს და ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. მე რომ არ ვითანამშრომლ 1000 კამერა არსებობს, ეს ისეთი ადგილია. ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რა მდგომარეობაში არის რეჟიმი და რამდენად პანიკური შიში აქვს 4 ოქტომბრის მიმართ და ეს გამოიხატა ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ქმედებებით. ნებისმიერი ამგვარი გამოვლინება არის ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცხადი ნიშანი და დასტური იმისა, რომ მართლა ხელის ერთგაწუნენაზე არის გამარჯვება და კუთხეში მიმწყდეული რეჟიმი უკვე მიმართავს იმ ქმედებებს, რაც აშკარად აჩვენებს მათ დასასრულს. როგორც გითხარით, იგორ ნარმანია და ასევე არასრულწლოვანი 15 წლის ბიჭი გადაიყვანეს ჰელსინკორის კლინიკაში, მათ თავზე დაზიანებები აღენიშნებათ, ისინი დატოვეს დღის განმავლობაში, მთელი ღამის განმავლობაში ჰელსინკორის კლინიკაში და სავარაუდოდ დღეს გამოწერენ. ახლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ჩვენ ვესაუბრეთ იგორ ნარმანიას თანაპარტიელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ყველაფრით რეჟიმი მხოლოდ ახალგაზრდების დაშინებას, ახალგაზრდების მშობლების დაშინებას ცდილობს, რადგან ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია დღევანდელი აქციის 4 ოქტომბრის, როდესაც ქართული ოცნების ბედი გადაწყდება. როდესაც შენ ვეღარ გძნობ ხალხის მხრიდან მხარდაჭერას, როდესაც არ გაქვს ლეგიტიმაცია, როდესაც გძნობ თუ რა რაოდენობის ხალხი აპირებს ხვალ შენ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე გამოსვლას და ამ დროს შენ რაღაც სპეცოპერაცია არჩევნებად წოდებულია, ეს აბსურდი გინდა მოაწყო და ციფრები დაიწერო და 63-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვო, რაც თავის დროზე ისტორიას აუცილებლად ჩაბარდება, მაშინ მიდიხარ აი ესეთ გადაწყვეტილებებზე, მაშინ იღებ ასეთ ზომებს, ასეთ უკიდურეს მხდალ და არაკაცურ ზომებს, მიპარვით რაღაც იარაღების და სხვადასხვა მეტალის ნივთების თავში ჩარტყმა ახალგაზრდებზე, რაც დამატებით
აბრაზებს ჩვენ საზოგადოებას და მე დარწმუნებული ვარ ისედაც ზღვა ხალხი აპირებს გამოსვლას, მაგრამ აი ესეთი ფაქტების და ამ კონკრეტული ამბის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება რუსთაველის გამზირზე. ფაქტია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანიეზე თავდასხმა, რომელიც ასევე ჩემი მოადგილეა, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დაშინებას და ასევე კიდევ უფრო მეტად მშობლების დაშინებას, რომ მათ ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ ხვალ ახალგაზრდები რუსთაველზე არ გავიდნენ და სახლში დარჩნენ. ჩვენი შვილების დაცვა მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით შეგვიძლია. ჩვენი შვილები, მათი უსაფრთხოება, მათი კეთილდღეობა, მათი მომავალი ხვალ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ მხოლოდ იმით, რომ ვიყოთ ძალიან ბევრნი რუსთაველზე. როგორც გითხარით, ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ახლა საინტერესოა, ვინ აღმოჩნდება ბრალდებულის განსასჯელის სკამზე, რადგან ჩვენ გვინახავს შემთხვევები, როდესაც მაგალითად კახიკალაძის საარჩევნო შტაბთან ჯგუფური ძალადობის ნათელი ფაქტების არსებობის მიუხედავად მალევე გამოუსვეს თავდამსხმელები აქტივისტებს, ახლაც მსგავსი მოლოდინი აქვთ და ფიქრობენ, რომ პირიქით შეიძლება საქმე მათ შემოუბრუნონ, მათ უთხრან, რომ ისინი ძალადობდნენ ამ ტიტუშკებზე ჯგუფურად, ამიტომ ელოდებიან მოვლენების განვითარებას და ჩვენ ჩინაგან საქმეთა სამინისტროსთან უფრო მეტ დეტალს ველოდებით.